მაგით რომ სარგვებლობდი, ხემდღეობდე, მე ვიკლებდი რამჭი და ყოველ წუთს დიახ. დიახ, ისმენთ. დიახ. 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 მადლობთ. სამწუხაროდ არის მოდა ჩვენთან სტუდიაში ხმა. მოგესალმებით ძვირფასო ინტერნეტ ტელემოყურებელო, ჩვენს ეთერშია ყოველკვირეული გადაცემა „ყუთი და მოედანი“, რომლის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე თორნიკე გოგიჩაიშვილი. წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის სტუმარს, ჩვენი სტუმარია სიმონ მაისურაძე, საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრების წევრი, კვაჭი ასე რომ ვთქვათ, ფრანგული ვალანს დაჟანის მეორე კვაჭი თავიდან რა. დავიწყეთ თუ 3 2 1 სიმართლე არ მიმიქცევია ყურადღება მაგაზე, იმიტომ რომ თავარი იყო, მე მაგალითად რომ გადიგეს იყო თავარი თქვათ. როგორ გითხატაღლა? მეუნები არ ვიცი, მე საერთოდ არაფერს არ გქონდა. თუ მეუნები რომ დაგეხმარები, დახმარება რაში მჭირდება? გზავრობაში და იქ ცხოვრებაში, ხო? და იქ ცხოვრება რა დაждდება? იქ ცხოვრება რა დაждდება? პირდაპირ მესამე და ვითომ მოვდივარ და გამაჩერე. არ მარჩერებ კაცო. რა უნდა შემოგიდგა? თქვენი აზრი მაინტერესებს ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. უნდა ცემდეს თუ არა ქმარი სოლს, ან სოლს უნდა ძალადობდეს ქმარი. ისე მე თუ მკითხავ, თუ დააშალვა ცოლმა, კი არ უნდა ცემდნენ, პირდაპირ ფანჯრიდან უნდა გადმოვალ. და თუ ქმარი აშავებს, ცოლმა პოლიჯოხით უნდა ურტყას რა. ეგრე არის და რა. და ეს ყველაფერი ხომ მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და ბავშვმა რა დააშავა? ბავშვი კიდო მეორე ოთახში ჩაკეტონ და აღარ გეიგებს, ეგ არის. ანდა არის ისეთი რაღაცები, ნაუშნიკები, რამე ჩუმად ბავშვი ნანა დაიძინებს. და მე შეიძლება მაგიც. იმ შემთხვევაში თუ ქალმა დააშავა, ქართული ტრადიცია თუ დაარღვია ქალმა, ცოლ-ქმრის შორის, აღარ შელაპარაკებაზე არ ვიძახი. თუ დაარღვია მაგ შემთხვევაში, ის ქალი კი არ უნდა იცემოს, ფანჯრიდან უნდა გადმოვარდეს. მე-6 და მე-7 და რა აქვს მნიშვნელობა. ესეთი რაღაცა რა. და თუ კაცმა დააშავა ქალის მიმართ, ქალმა უნდა იყოს პოლიჯოხი და უნდა ურტყას წელში რა, ესეთი ამბავი. ოღონდ ბავშვებს როცა ძინავს, რა თქმა უნდა. ბავშვებმა არ უნდა გეიგოს ასეთი რაღაც.